ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია, ნიკა საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. სად იყავი ნიკა? სად იყავით? მთელი ოპოზიცია სხვებსაც დაუსვამ ამ კითხვას, მაგრამ მე მაინტერესებს, როცა სისხლი ადინეს ამდენ ჩვენს კოლეგას, სად იყავით თქვენ? მე მინდა რომ აი ამ შეკითხვით დავიწყო, თქვენთან საუბარი ვიდრე მოვისმენთ თქვენ შეფასებებს დედაქალაქში განვითარებულ პროცესებზე. არა უშავს, გაისწორეთ. ის რაც მოხდა, ეხა სიმართლე მოდით თქვათ ძალიან გულვახტილად და გულწრფელად, ხო, ბოდი შემოსგავი. სად ვიყავით? სად ვიყავით? სადაც ვართ წლების განმავლობაში იქ ვიყავით. ინგა ნამდვილად და ძალიან სამწუხარო არის ის, რომ არაფერი ახალი აქ არ მომხდარა. ძალიან სამწუხარო ამის აღიარება რომ მიწევს. არაფერი ახალი აქ არ მომხდარა. ქართულმა ოცნება გახსნა საარჩევნო კამპანია. პირდაპირ რო გითხარით, მე სად ვიყავი? პირველ დღეს სამწუხაროდ უშუალოდ თბილისში არ ვიყავ, პირველ დღეს, როდესაც დილის 10 საათზე დაიწყო დარბევა და ეხლა რომ ყოფილიყო ხა რა უნდა გაგვეკეთებია, როდესაც დილის 10 საათზე კარვების დარბევა დაიწყეს და ჟურნალისტებზე ძალაუფლება დაიწყეს 11 საათის განმავლობაში. მე გასწავლოთ რა უნდა გაგეკეთებინა. როდესაც ჟურნალისტების დარბევა იწყება და კარვების დარბევა. ერთი წუთი. მეორე დღეს ეხაც ვიყავი თბილისში და შეგნებულად არ ჩავედი რუსთაველის გამზირზე. ეს იყო ჩემი კონკრეტულად ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება მე იქ არ ყოფილიყო და რატო? მე მქონდა ინფორმაცია, ისევე როგორც სხვადასხვა შემთხვევებში, როგორც ჩვენსგან ჟურნალს ინფორმაცია მათგანაც ჟურნალს, ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობით, ძალიან გაზრდიდა მეტიც. დარწმუნებული ვარ, ჩემო ინგა, დარწმუნებული ვარ რა. ნამდვილად იცი რამდენად დიდ პატივს ვცემთ. ძალიან აი ეჭვი საერთოდ არ მეპარება, რომ იქ პრაქტიკულად დაიღურებოდა სისხლი. თანაც ისე დაიღურებოდა, რომ ქართულ ოცნებას არ გაუჭირდებოდა, რომ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ, თუ არა დამნაშავედ მე გამომიყვანე. ის კორდონი მაშინვე გაიხსნებოდა, როგორც კი ქართული ოცნება ჩათვლიდა საჭიროდ მეორე დღეს. და თუ კი ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ის ხალხი აბსოლუტური უმრავლესობა არიან და იყვნენ მართულები, ხო? და მეორე მხარეს პოლიცია, რომელიც სამწუხაროდ თავიდან ბოლომდე ასევე მართულია და რასაც უბრძანებენ, იმას ახორციელებენ, ხო? ის კორდონი გაიხსნებოდა მაშინვე, როდესაც ჩათვიდნენ საჭიროდ. და გაუჭირდებოდათ დაბრალება ჩემზე? არა, მათ თქვენს პირდაპირ რომ ნაციონალური მოძრაობის დილიდან იყო კამპანია დაწყებული, ტელეკომპანია იმედი, ტელეკომპანია პოსტივი, დაწყებული იყო კამპანია იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა იდგა ამ ყველაფრის უკან, მათ შორის აფრიალებდნენ ორ ფოტოსურათს, სადაც მე ვიყავი აღბეჭდილი ორ ახალგაზრდასთან, რომლებიც იყვნენ მოძალადეების მხარეს. ანუ იმასაც კი არ ერიდებოდა ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ აი ნიკა მელიას ახლობლები და წარმომადგენლები არიან მეორე მხარესაც. ანუ ორივე მხარეს ვყავდა ჩვენი პროპაგანდა შეგაშინა. არა, მომიშვი პროპაგანდა კი არ შემოშენ. სისხლის ღრამ ჩვენი თაობის, ჩემი თაობის შვილების იქ ყოფნა დედების, მამების დამიჯერე თავდაბლობის გარეშე გეუბნებით. ჩემი იქ ყოფნა არ დასრულდებოდა სისხლის არანაირი საფუძველი არ მაქვს რომ არ გაგიჯერე გარეშე. უბრალოდ მაინტერესებს თქვენი პასუხისგებლობით მოვეკიდე ამ საკითხს. ვინაიდან იმ საარჩევნო კამპანიის ბინძურ თამაში, რომელიც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ, არ ჩავეწერე მე იმ დღეს. ეს არის ძალიან ვერაგი მოწინააღმდეგე, რომელიც ხსნიდა საარჩევნო კამპანიას ისე როგორც გახსნა, მაგრამ მეორე დღეს კიდევ უფრო ზაკრული გეგმა ჰქონდათ, ვიდრე ეს იყო პირველ დღეს. რა ინფორმაციას ფლობთ, რა გეგმა ჰქონდათ? სისხლის ღრა, ძალადობა, რომელიც ჩვენ დაგვბრალდებოდა ხახტო და კონკრეტულად პირდაპირ გეუბნებით, კონკრეტულად რამდენიმე ადამიანს. და პროპაგანდა ახერხებს იმას, რომ მე მართლაც ნაწმა საზოგადოებისა დაიჯეროს. მაგრამ განცხადების გაკეთებას რა უშლიდა? ხელს რა ედგაცი? ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ლიდერებიც, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ლიდერები იყვნენ იქ.
დღის პირველ ნახევარში მე მქონდა გადაწყვეტილება მიღებული რომ გოცირიძე აღმოჩნდა ყველაზე თამამი პირველი ერთ-ერთი ნონა მამულაშვილი იყო, ნიკა ობოლაძე იყო, ჩვენი მეგობრები იყო. მაგრამ სხვა ანუ შეგნებულად პარტიის ლიდერები არც ახვედით ჩემი კონკრეტული ჩემი გადაწყვეტილებით ჩვენი გარვიქნებოდით წარმოდგენილი 10 და 20 და 30 ადამიანით. მე არ ვიქნებოდი 140 და 100 ადამიანი. მეორე დღეს საუბრობ, ვინგა. ანუ როცა იქ დაანონსდა მეორე დღეს საუბრობ. რატო ევროპული საქართველო ხო იყო იქ და გასაგებია, მაგრამ ეხლა კარგია რომ იყვნენ და იყვნენ წარმომადგენლები ჩვენი მეგობრები. მაგრამ თავისუფლებას მისცოდა გავკანერებ, ჩემი იყო რომ სამიზნე ვარ, შუბზე დახატული სამიზნე ვარ ხო მათთვის. რომელზეც ბოევიკად ვიყავი პრაქტიკულად გამოცხადებული ყველა ეტაპზე. ევროპული არც ერთი ორგანიზაცია და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი პრაქტიკულად არც ერთი არ დატოვეს, რომელსაც ერთი მესიჯით არ ესაუბრებოდნენ, რომ ნიკამელია არის მოწადინებული რევოლუციისკენ, მოწადინებული ძალადობისკენ, მოწადინებული სისხლისღვრისკენ, ეს სისხლისღვრა იქ მოხდებოდა. მე ავარიდე თავი არა ჩემი ჯანმრთელობისა და ფიზიკური განადგურების ხაზი, პასუხისგებლობა მაკისია, როგორც ამხელა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის, რომ ქართული ოცნება არ ამეხტინა. ჩემი ნიკა მელიასი იყოფნა მეგობრებთან ერთად, ასობით ადამიანთან ერთად მივიდოდი, მე არ მივიდოდი კიდევ ერთ გეუბნები 120-30 არც 100 ადამიანით რა. ქართული ოცნება იყო მე იმ დღეს იყოფილიყავ მეორე დღეს მხედველობაში. არა, არგუმენტი ძალიან მხარია ეხა თქვენ რასაც მაგრამ ეს არ არის თავარი, ეს არ არის თავარი. გასაგებია როგორ გაკეთდა ეხა. ნიკა მელიას განცხადება როგორ გაკეთდა. მე რა უნდა გამეკეთებია განცხადება, მე უბრალოდ მართლაც ფიქრობდი. აი ეს რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ეხა წინასა ბრიფინგი უნდა მომწოდა, ხახლუ არ წახვიდეთ. თავიდან ბოლომდე თქვენ რას ფიქრობთ? მართლა რას ფიქრობთ, რომ იყო დაგეგმილი ეს ღონისძიება მოძალადეების მხრიდან მართლაც უმცირესობების ასე ვთქვათ განადგურების მიზნით? ეს არ იყო მთავარი სამიზნე იმ დღეს. კამპანია საარჩევნო გახსნეს, სადაც ყველანი ზავქვეშ უნდა მოვყოლოდით. ყველანი. რა თქმა უნდა და ეს დასაწყისი იყო. ეს პრელუდია, ეს დასაწყისია. ეს დასაწყისია. ამიტომ ეხლა მე მირჩევნია რომ 1 2 3 4 შეიძლება 10 ადამიანი გავანაწყენო და ჩემსგან მოელიან რომ პრაქტიკულად ჩიპიდეილი ვარ და იქინა სახურავიდან იმიტომ პარაშუტით უნდა დავეშვა და ვიხსნა ტყვეობაში აყვანილი ადამიანი, მაგრამ უარესი იქნებოდა. ბევრად უარესი იქნებოდა ინგა. და მომდენო თვე სამწუხაროდ იქნება უმძიმესი აი ასეთი კამპანია იქნება რაც ჩვენ ვიხიოთ უსწავლეს გავლენით. იცით აი 3 დღეა ამ კითხვა სვავ პირდაპირ ეთერიდან უბრალოდ აი ხა თქვენ რასაც მეუბნებით ეგ ჯობდა რომ დროულად მოგესმინა, თორე არგუმენტი ძალიან მხარია ხა მე ვისწავლებ სისხლიანები უნდა ვიყო ჩვენ მარტო ემოციით ქართულ ოცნებას სისხლიანი შენ ხარ ამიტომ ჩვენ არ უნდა გადავდოთ განზე ჭკუაც. ჩვენ ჭკუითაც უნდა ვაჯობოთ და არ უნდა წამოვეგოთ მათ მიერ დაგებულ ძალიან მუხანათურ ხალხს. თუმცა ღარიბაშვილს არ გაუჭირდა ეთქვა რომ გასაგებია, მაგრამ ერთია რა საუბრობს და მე ნაციონალური მოძრაობის კვალი დაინახა არც იგივე ირაკლი კობახიძეს და ერთია რა საუბრობს და მეორეა რა დაინახავდა საზოგადოება. რომ აი დესტაბილიზაციის უკან უნდა წავიკითხოთ სწორედ თქვენი ძალა ერთია რა საუბრობს. ეს ერთი, მეორე პირდაპირ გეუბნებით რა. ჩემი იქ ყოფნა მეგობრებთან ერთად, თანამოაზრებთან ერთად აუცილებლად გამოიწვია. მე პირადად განა ვამტყუნებ, რომ ეს ან მოხდა ჩვენი მეგობრების ევაკუაცია იმ გზით, რა გზითაც მოხდა. მე არ მგონა ჩემი ყოფნის შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება მიგვეღო. მეორე დღეს პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ მე ერთი გოჯი, 1 სანტიმეტრი ამათთან დასათვალები არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ პრინციპი საკითხი არის, რომ უახლოეს 3 თვეში ეს ადამიანები ამ სახელმწიფოს მართვის სადავეებს მოვაშოროთ სიცოცხლის დათმობის ფასადაც. მართლაც გეუბნები, მე ამ ქვეყანაში აი ხო ვიყავი ციხეში, ბევრად უფრო თავისუფალი ვიყავი, ვიდრე ვარ გარეთ. დამიჯ ბევრად უფრო თავისუფალი ვიყავი და მე მირჩევნია რომ ბრძოლაში მართალ ბრძოლაში ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად და მომდენო კვირიდან ეს მართალი ბრძოლა დაიწყება კონკრეტული გეგმით და სხვა იქნება მხოლოდ წინ მე არ მინდა ცხოვრება პირდაპირ გეუბნებით არ მინდა ვიყოს ცოცხალი ამ ქვეყანაში სადაც ის რაც ახლა ხდება აღარ მიკვრის გესმით აღარ მიკვრის, მართლაც არ მიკვრის. ეხლა 1 2 3 ადამიანი ეხლა გულნატყენი
ენაცვალოთ ჩემი თავი იმ ადამიანს ვიცნობ ერთი ახალგაზრდა პოლიტიკოსია და ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა ვერ უზრუნველყოს მობილიზება თავიანთი გავიგე ხაზავარა არასწორია საერთო ფრონტის ჯარისკაცები ვართ ეხლა ვიდრე ვსაუბრობთ შეიძლება ვიღაცას კლავენ და ეს აუცილებლად ასე იქნება. ეხლა რა შეიძლება უნდა თქვა რომ კოცხელში რომ ვებძოდით. ეხლა უთანასწოროდ სად იყოს ხები სიტუაციურად არ ახარ ყოველთვის იქ სადაც შენი თანამოაზრეა. ბორჯომში როდესაც საკრებულოს წევრები სხვადასხვა პარტიის წყევობაში აიყვანეს და 200 ადამიანი ვიბაგუნებდა. სადიო გამდაწყენდეთ? არ არის ესეთ ამით სარგებლობს ქართული ოცნება ინგა ჩემო ძუფოს მაყურებელო სარგებლობს ეს არის ქართული ოცნებას არაფერი საქმე არ აქვს. ანალიტიკური სამსახური სუსი ზის სპეცსამსახურები წარმომადგენლებთან ერთად ოკუპანტის სახელმწიფოს მხრიდან მოვლენილი არ ვიცი წარმომადგენელი რეზიდენტების მიერ და გეგმავენ როგორ გაანადგუროს დემოკრატიული ოპოზიცია რომ იმისგან არაფერი არ დარჩეს და ველი მოასუფთავოს. ამიტომ ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ ამ ხაფანგს და რა შეიძლება უცირესობებს ლიდერად გეუბნებით რა თქმა უნდა ჩემი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია ხო დაუშვა ნაციონალური არა ფასეგებია მაგრამ ძალიან სარგებლობდნენ ამ ყველაფრით ხო სარგებლობდნენ ამ ყველაფრით და ეხლა საზოგადოებაში არ მოვატყუილოთ ერთმანეთი სადაც ბევრი მოქალაქე პირადობის მოწმობას არ იღებს და ქართული ოცნება თავში იმას უდევდა ნუ მათი წარმომადგენლები იქ ჩიპიაო ხო და ამიტომ არ იღებენ დღემდე პირადობის მოწმობას და ბევრი ვაქცინას რატო არ იკეთებს ესეც ხო ძალიან კარგად ვიცით მათი ტვინის გამორეცხვა არის ძალიან ადვილი ჩვენ მეთოდურად უნდა ვემუშაოთ ხო ჩვენ ეხლა აი ამ ორომ ტრიალში რომელშიც აღმოგვაჩინდა ქართული ოცნება მაგრამ ბოლომდე არ შევხევით ამ თამაში თორე გეუბნებით დღეს თბილისის ქუჩებში რა იქნებოდა არავინ არ იცის გახოკიძის ქუჩა ახვლედიანის ქუჩაო გვალიბაღიო მე ომბუდსმენის აპარატა ამბანა არ გედავებით უბრალოდ რაღაც ხელისუფლება ინგა ამბობს რომ ვერანაერად ვერ გავუნკლავდითო ვინაიდან ერთ ბაშათო ერთდროულად შემოვიდა შეტყობინება გახოკიძეს ქუჩიდან გვალიბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან ახვლედიანის ქუჩიდანო თუ არ ვცდები ომბუდსმენის აპარატიდანო და კიდევ ერთი არ თუ არ ვცდები სირცხვილიას ოფისიდან ხო? არ იყო ჩვენი ძალებიო და მანამდე კობახიძე რა თქვა 10000 ადამიანი იყო და როგორ ესე იგი რას გეუბნები 10000 ადამიანი ხوار რომ გამოვიდეთ დავამ ხო? მე ასე გავიგე რომ ვინმე მოიდნო სახელმწიფოზე შტურმი და 10 ლოკაციაზე გადანაწილდეს ვერავინ ამ ადამიანებს ქუჩიდან განმარტება ასეთი იყო რომ ხო მაშინ ჩამოშლილა ქვეყანა და ამიტომ უმცირესობების უფლებების დაცვაზე საუბარი რო გვიწევს ხომ ეს უკვე ტრაგედია არის. იმდენად ცივილიზებულ სამყაროში კითხვის ნიშნის მიღმა არის ეს ყველაფერი. იმდენად ცხადი არის რომ ეს საკითხი უნდა იყოს მოგვარებული. უხერხულიც არის საუბარი, მაგრამ ნახეთ რა მინდა საზოგადოებას უთხრა. ძირფასო მეგობრებო, არ ვიცი, თანამოქალაქეებო, ხო, ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო. აი მოდით წარმოვიდგინოთ რა მოხდა. ხო, ყველას განსაკუთრებით თბილისში ყველას მიუხედავად პოლიტიკური წამსისა ხო ყველას შეგეშინდათ ის იმ ქაოსისა რაც საქართველოს ქუჩებში ხო რაც ხდებოდა და ხო ყველა შეგეშინდათ ხო ყველა რეალურად არათუ აღშფოთდით შეგეშინდათ მოდით პირდაპირ იმ ქაოსის და იმ განუკითხაობის აი წარმოგიდგენიათ აი ასეთ შიში ცხოვრობენ უმცირესობის წარმომადგენლები მთელი თავიანთი ცხოვრება მთელი თავიანთი სიცოცხლე გაატარებიეს აი ამ შიში სახლიდან გამოსვლის ეშინიათ და თუ კი გამოდიან გარბიან რომ არ მოკლან ეს არის პრობლემა რომელსაც გენერალური ცვლილება მოაგვარებს ხოლოდ მე ერთხელ თქვი და გავიმეორებ ქერჩის ქუჩაზე გდანში 98 წელს ჩემი თვალით ნანახი მაქვს იეჰოვას მოწმეებს თავს როგორ პარსავდნენ თმებს პარსავდნენ აი მაღალი ადამიანი იყო ბასილ კალავიშვილი ძალიან ესეთი სახასიათო ერთი კაცი რო დაყვებოდა ფიზიკურად ძალიან ღონიერი ხო ეს ადამიანი პარსავდა ქერჩის ქუჩაზე ჩემი თვალით ეს განგრძობადი იყო ეს ხდებოდა ყოველ დღე როდის დასრულდა როდესაც შეიცვალა ხელისუფლება როდესაც შეიცვალა ერთ კვირაში ამ ადამიანების უფლებები, ამ ადამიანების უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი. შეიძლება ეხლა სხვა კითხვა დავისვათ. კი ბატონო, ბძანეთ და კითხავს და კიდევ უფრო მეტი ტრაგედია რაში მდგომარეობს ისეთ? უმცირესობების
უფლებებზე კაფეოც ვისაუბრეთ და ჩემი პოზიცია არის ეს რაც ვთქვი მაგრამ უბედურება კიდევ უფრო თუ არა ტრაგედია არის ის უმრავლესობის უფლებებზე არავის უფლებები არ არის აქ დაცული ხო არც ჟურნალისტის არც ექიმის არც პედაგოგის მაგრამ აი ვისაც თმას პარსავდნენ და ვისაც წემენ და კლავენ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ამყოფებენ უმცირესობების წარმომადგენლებს მაშინ ნაციონალური მოძრაობა რას თავაზობს ამ ხალხს ნაციონალური მოძრაობა თავაზობს მოძალ ვინა შეიძლება ძალადობრივი არა ჩემო ინგა როგორ გეკადრა ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციასთან ერთად რომ არ მოხდეს, ამიტომ მე ვიცი. არა, როგორ გეკადრებათ, არა, მაგრამ მე ვალდებული ვიყავი პასუხისგებლობა გამომეჩინა, რომ სისხლის ღრა ჩემი იყოფნით, სადაც მე დამბრალდებოდა დიდწილად და დაუბრალებიათ ეს. იმიტომ რომ მე სტარტით ზეგლივით იქ ვერ დავდგებოდი, ინგა. ვერ დავდგებოდი და აღარც დავდგები. მიჩვენეთ ყუია შუბში მოხდეს მართა გეუბნებით, ვიდრე აი ამ სამარცხნინო რეალობაში ვიცხოვრო. მაგრამ თქვენს მხარდამჭერებს შეეშინდებოდა თუ არა? აი მოდი პირდაპირ მითხარ. ის რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მათ ვერ დაინახეს. ნორმალურ ადამიანს ყველას შეეშინდა. მხარდამჭერსაც ხომ არ გაუჩნდებოდა მაშინ? იმის სურვილი რომ მე ვერ გავალ ეხლა და ვერ დავიცი. არა ხომ არ უნდა როცა ლიდერი არ დგას, მათ ორგანიზებული, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არიან იქ წარმოდგენილი რომ შენ ჩაგითრიონ პროვოკაციაში მაგ ლოგიკით ყველას არა ლოგიკით როგორ არა ხო და კიდე გეუბნება ჩემი ამოცანა და ჩვენი ამოცანა არის რომ ძალადობით კი არა ჩხუბით ვერ მოვერევით ჩვენ ამათ ინგა სპეცნაზზე ჩვენ ვერ მოვერევით რობოკოპებს ვერ მოვერევით მორალური უპირატესობა არ უნდა დავყავთ ჩემი ბრძოლა ხო ამას არა როგორ გეკადრებათ არა მაგრამ იქ სადაც ხაფანგია იქ არ უნდა გაიხვე რა პირდაპირ გეუბნები ხაფანგი ხო ყველგან იქნება სად იქნება ხაფანგი ხა ესეთი ხაფანგი დაგებული რომელიც ცხადად იქითხებოდა და პლუს ინფორმაცია ჯგუფებს გამოიყენება იქნება კი ამიტომ გეუბნები იქნება ეს გიგი უგულავას რომ დღეს სასამართლოს უმართავენ ის ვიღაცა კუნთებიანი გავაშელიშვილი რო ამბობს მაგათ ყველგან გამოიყვა. სამთვეში კი ბატონო და გამოუყანია ჩემო კარგო. ჩვენ რო დაგხოცრონ ვიღაც ადამიანები თქვენი იტყვით რომ პროვოკაცია მოხდება და მე ვამბობ პირდაპირ გეუბნებით. ჩემი პერსონალურად იყოფნა თავდაბლობის გარეშე გეუბნებით. იმიტომ რომ ჩემი განადგურება გინდ რეპუტაციულად გიფიზიკურ არ არის ჩემი ტკივილი არ იქნება და არ ჩემი პარტიის არც ოპოზიციის ჩემი საზრით იმ ყველა მოკავშირეს ვისი სურვილი არის რომ ოლიგარქიული რეჟიმი ამ ქვეყანაში არ იყოს მაგრამ გეუბნებით მევე პირდაპირ და ეჯგარეშე რომ ასეთი რამ მოხდება ამაზე დგას ამ კამპანიაში ამაზე დგას ქართული ოცნება მეტ არაფერზე არ დგას არაფერზე არ დგას პირდაპირ არ მგონია რომ დღეს ქართველმა ერმა რომელიც შესაძლებელია ნაწილი არის დეპრესიაში სასოწარკვეთაში უიმედობაში რაც აძლევს ხელს ბიზნესმენებს მაგრამ მომდენო კვირიდან აი პირდაპირ ეთერში გეუბნებით და თუ კი რამე დამეჯერება ბრძოლა ხო მაგრამ განსხვავებით წინა წლებისა ვცდილობ რომ ცივი გონდებითაც გადავდგენ ნაბიჯები და რომ ვაცნობიერებ რომ ძალადობაში შეყო და სამოქალაქო ომის და დაპირისპირების წამოწყების თუნდაც ნაწილობრივი ინსპირატორი მე არ უნდა გავხდე. იქ ხომ ყოველთვის დადგება. ყოველთვის იდგა. ხო და აი ახლა არჩევნები რომ მოგვადგება კარს. ვთქვათ ისევ დაიწყე რეალობა და ასეთი რომ ისევ გაყალბდა. როგორც შენის არჩევნები გადაგიჯდა. მერეც იგივე უნდა თქვათ მაშინ არა არ ღირს ეხლა. არა ვისაუბრე ამაზე. შარშან ოპოზიცია შარშან არა სხვა პროცესია როდესაც ორგანიზებული ბანდელოგები, როდესაც ორგანიზებული მოძალადეები, ორგანიზებული გასაგებია, მაგრამ ამ ნაწილში შენ როდესაც კანდიდატი ხარ, როდესაც საარჩევნო კამპანიაში ხარ და როდესაც შენ გესხმიან, როდესაც შენ გირბებენ უბნებს, რაც გაუკეთებიათ არაერთხელ, ხო? ძალიან რთულია ამ დროს რომ ნიკამელიას დააბრალო საკუთარი ოფისი დაწვა, ხო? მაგრამ რუსთაველიძე გამზირზე მდგომი ნიკამელია პირდაპირ გეუბნები იყო საშიში პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, ვინც იმ აქციაზე იდგა, მშვიდობიანი დემონსტრანტები ყავს ხედველობაში და ხარეთა შორის დაპირისპირება
პრაქტიკულად გარდაუვალი იქნებოდა. ამისი რომ ჯერად ეს რომ ვირწმუნე. ეს რომ ვირწმუნე. კი ბატონო და ზადო ამ მე კამპანიაში არ მივდივარ რინგა, მე მივდივარ ომში მივდივარ და ბრძოლაში მივდივარ. კი ბატონო შეიძლება დავეცე, შეიძლება გამიხვიტო შუბრი და შეიძლება აღარ ვიყო. მაგრამ ის ადამიანი რომელიც ვიღაცა წესო სად იყო მელია, ერთმა ისეთმა ადამიანმა დაწერა, საერთოდ არ იყო ოპოზიციაში, როდესაც 2014 წელს მოჭიდავეებს და ბოქსიერებს არ ვიცი, მე კარგია. არ ვიცი ერთი ადამიანი ძალიან კარგი ბიჭია ახალგაზრდა. არ იყო, მაგრამ აი ნიშნის მოგებით საუბარს უნდა შევეშოთ, ხახტო. ეს არის ის რაც ქართულ ოცნებას სურს. რაც ქართულ ოცნებას სურს. ის რასაც ქართული ოცნება აკეთებს. არც სამართლებრივი სახელმწიფოს ნიშანწყალისდებს საერთოდ ან ასვია არანაირი წერტილიც კი არ არის სახელმწიფოებრივი ნიშანწყალის აპაქტუ და არც ქრისტიანულია ქრისტიანული იდეა თავიდან ბოლომდე შეწყნარებულობაზე დგას და განსხვავებული იდეისადმი პატენტირებდა და რელიგიაზე ლაპარაკობთ უბრალოდ რელიგიის სახელით რომ გველაპარაკებიან და ძალადობას აქვს ადგილი ეს არ არის ენის მოჩლენქვასაც თავდა როდესაც სასულიერო პირი ხახნო რუსთაველის განზიზე ტრიბუნასთან დგას და ძალადობისკენ მოუწოდებს თავები დაუჩეჩქეთო და იძალადეთო სიმართლის სახელითო იძალადეთო ამაზე ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ ხო იმიტომ რომ ჩვენ ამოვიღეთ და ამიტომ გაგვიჩნდა კითხვა გავიგებ ჩვენ კი ამოვიღეთ და ამიტომ გაგვიჩნდა კითხვა ცალკეული პირები არიან სასულიერო პირები ცალკეული ადამიანები კი ბატონო მესმის არიან ისეთივე მოძალადეები როგორებიც არიან ის კუნთიანი არანაირი განსხვავება აქ არ არის არანაირი განსხვავება აქ საპატრიარქოს როლზე რა სიტყვით და პასუხისმგებლობის ნაწილზე საპატრიარქოს პირდაპირ მითხარ ეხა არჩევნები ქართველი ხალხის მოსაგები ბრძოლა პირდაპირ გეუბნებით არავინ ჩვენს მაგივრად გამარჯვებას არ მოუტანს ქართულ ხალხს და გამარჯვება ასე არ მოიპოვება ბრძოლის გარეშე მე ვარ იმ ქვეყნის შვილი და მოქალაქე სადაც ვიცი რომ თავისუფლად დამოუკიდებლობის აქტზე ხელი რო ეწერებოდა ხო ხა სიმართლეც ეს არის ხო მე არ მიკვირს ასეთი პოზიცია ხშირ შემთხვევაში ხო საპატრიარქოს რიგი წარმომადგენლების მხრიდან ეხლა როდესაც დამოუკიდებლობის აქტზე თხოვეს ხელი მოეწერა ზვიად გამსახურდია მთხოვა საპატრიარქოსო ხელი მოდი ერთად მოვაწეროთ ხო უნიკალურ თარიღს მოხდა გაფორმება დამოუკიდებლობის აქტის და ამას არ მოაწერა ხელი რატო გიკვირთ რომ უმცირესობების უფლებების დაცვის ავანგარდში კი საერთოდ არ დგას ცალკეული ადამიანები და არა მხოლოდ ცალკეული, როდესაც დამოუკიდებლობის აქტს არ მოაწერა ხელი. არა, დაცვის ავანგარდში დგომაზე კი არა, პირიქით თავდასხმაზე არის ლაპარაკი მათი მხრიდან და აგრესია. მომავლის მე თუ რაღაცას მე ვცდილობ ინგა მომავლის გადმოსახედიდან შევხედო პროცესს. ერთი წუთი რა, კითხვა დამასმევია. აი მომავლის გადმოსახედიდან უნდა დეტალები, ეს დეტალები. აი უყურე. ვინ განცხადება არ გააკეთა, ვინ არ ხმა არ ამოვი, ვინ არ იჩხუბა, ვინ თავში ჩაკუჩი ჩაარტ ასე შემდეგ ასე შემდეგ. ან ეს სახელმწიფო იარსებებს თავისი სახელმწიფოების საფუძვლებით, ან ეს სახელმწიფო არ იარსებობს, ან მოვატყილოთ. ძვირფასო მეგობრებო, 2 ოქტომბერს იქნება ბოლო შანსი. ბოლო შანსი იქნება. მე გეუბნებით, თავარი ოპოზიციური პარტიის ხო როგორც არის, ხო? თავმჯდომარე ადამიანი რომელიც ამ ბრძოლაში ამის იქით შანსი არ იქნება. ეს არის ბოლო შანსი ყველა ამომრჩევლისთვის, ვისაც ამ ქვეყანაში სურვილი აქვს, რომ თავისუფლებამ ადრე თუ გვიან იზეიმოს, მიაქცევთ ყურადღება, ადრე თუ გვიან იზეიმოს. ნიკა. ჩვენ მეგობრა ქრისტიანებს, მორწმუნეებს, არამორწმუნეებს ყველას მოგმართავთ, ხო? ნუ თუ ის გუში რაც ხდებოდა, აი, ღრმად მორწმუნე ჩემს მოქალაქეს მიმართავ. ან კი არ ვიცი ამბროსი ხელაიას მოეწონებოდა ბავშვებს რომ მისდევდნენ თავში ქალებს ურტყამდნენ ხელს არამხოლოდ ხელს ან კირიოს საძაგლიში და მოეწონებოდა ან ქართული ოცნების არ ვიცი ოჯახის დედები მამები ძალადობა ხომ არ იცის ნიშანი პოლიტიკური ვინ რომელი პარტიის ხარდაჭერია ვისი შვილია ქუჩაში როდესაც ქაოსი მძვინვარებს ამ ზვავის ქვეშ ყველანი ექცევა 90 წლებში ხო ვერავინ ვეღარ გააკონტროლებს ვინ ვისი შვილია და ვინ ვისი ოჯახის ამიტომ გადაჭარბების გარეშე წრფელი გულითა და აი ემოციებით გეუბნებით და ემპირიული გამოცდილებითაც და იმ ცოდნითაც რომელიც დაამიგროვდა
ფუჭი არის იმისი მოლოდინი რომ ახლა ვიღაცა ჩაყვინთავს დაელოდება 2023 წელს 24 წელს და მერე ვერ იქნება პერსპექტივა ამ ქვეყანას ექნება ოქტომბერში დასაბრუნებელი და დავიბრუნებთ ნიკა დავიბრუნებთ და ის რაც ახლა თქვენ იხილეთ და რაც ინგა შენ იხილე არ მე დაწონებულა ბოლომდე შევეჩემს გაგიკვირდა კი ბატონო მასშტაბი იყო სხვა არა მოხდა რა დაახლოებით იგივე თუ არა უარესი სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში ამაზე დგას აბა რა დოქტრინაზე დგას ანუ რა იდეოლოგიაზე დგას რა ეკონომიკურ მაშინ უნდა შეგაწყვეტინო რა სოციალური თუ ამას ამბობთ რომ ეს იქნება ეს იყო გენერალური რეპეტიცია მაშინ თქვენს ლოგიკას რომ წამოუყვენ იკა მოდი დამასვევინეთ კითხვა თქვენს ლოგიკას რომ წამოუყვენ მეც ვფიქრობ რომ ეს იყო წინასაარჩევნო რეპეტიცია მაგრამ ეს რეპეტიცია ხო იმას ნიშნავს თუ ამბობთ რომ უფრო მძიმე ფორმებით ჩაივლის ჯერ წინასაარჩევნო პერიოდი და მერე პოსტსაარჩევნო ხო და აი ახლა მე მაინტერესებს როგორ თუ ამ ხელს მოძალადეთა ჯგუფების გამოყვანა შეუძლია ხელისუფლებას თუ საპატრიარქო მათთან უნიშნავს არა საპატრიარქო თლიანი საპატრიარქო ნამდვილად არა ცალკეულ პირები არის თქვენ მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას არა თლიანი საპატრიარქოს არის მე ვიცნობ სასულიერო პირს ისეთივე ქრისტიანე მე იმ ქრისტიანობის ნაწილია მე პასუხისმგებლობის საკითხს არ აყენებ მე ვარ ადამიანი ვისაც შეუძლია თქვას ვინ არის მოძალადე თუნდაც სასულიერო პირი და ვინ არის წესმარიტი ქრისტიანი მართლაც გეუბნებით რა ყველაზე არა ყველა რა უფლება მაქვს თქვენ როგორ ვიცნობ ადამიანებს არის ისევე შეწუხებული როგორ თქვენ ხართ როგორ შეიძლება ეხლა აბა ვის უნდა მოუბრუნდეს ენა გაამართოს ისასულე პირი რომელიც რუსთაველის გამზირდა სიამაყი დიდგა იძალადებს შეიძლება არ იდგა მაგრამ განცხადება რომ გააკეთა საპატრიარქომ ხვალ ვიკრიბებითო საპატრიარქოს სახელმწიფო ანდრია ჯაღმაიძე რა არ მგონია ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს განცხადება ნიშნავს რომ შეიძლება ავრცელებს ანდრია ჯაღმაიძე მაგრამ ეს არის საპატრიარქო რო ვიკრიბებით მშვიდობიანად ხვალ სად იყო მშვიდობა მერე ხო და ამიტომ გეკითხა პრობლემა არის სერიოზული პრობლემაა და მე არ მიკვირს მეთქი დამოუკიდებლობის აგზი არა აქვს ხელი მოწერილი ინგა დამოუკიდებლობის აგზი არა აქვს ხელი მოწერილი და რა გიკვირთ კაცო ეხლა რა გიკვირთ ამ ადამიანებს როგორ მოერევით ოცნებას ძალიან დიდი ბოდიში თქვენ ამბობთ რომ ეს არის გარდამტეხი არა ისევე როგორც ის რა ხდებოდა ისევე როგორც მოვერიეთ სხვა და ისევე როგორც ვერ მოერიეთ როგორ მოერიეთ კაცო ხელისუფლებაში ისევე როგორც ხალხი უნდა დაადგეს და გამოვიდეს არჩევნებზე რეფორმა გამოვა 10 დღეში ჩვენ ქართულ ამორჩეულს აქვს ერთი არაჩვეულებრივი თვისება როგორც კი ბრძოლა იწყება, დიახ, ორ კვირაში კონსოლიდირდება. აწუნებული ვარ, გამოვა, მაგრამ მათ უნდა დაინახონ და დაინახავენ. და არა მარტო მე, ჩემს მეგობრებს და არა მარტო ჩემი პარტიიდან. დაწმუნებით შემიძლია გითხრათ. თავდადებული, მართლა გეუბნებით, მე ატო დავდიოდი ეთერში, მე რიდება უკვე საუბარი, არ პოლიტიკოსი თავარი ერთ-ერთი იარაღია საუბარი. საუბარი მინდა ბრძოლა. არ მინდა ვიყო მხოლოდ კომენტატორი, ადამიანი, რომელიც არ არის ბრძოლაში. ვაიმე, ნიკა, კომენტატორი რო არ იყოს პოლიტიკოსი, ამიტომ მოქმედებაში არაფერი ვერ აღარ მოქმედებაში არა ბრძოლა, ხო ვიწყებთ. რა ჩამოვედი, ვიწყებთ ბრძოლას კონკრეტული გეგმით. ამ მიტაცებული სახელმწიფოს უკან დასაბრუნება. ანუ თქვენ მომავალი კვირიდან იწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას? დიახ. მიიღეთ გადაწყვეტილება მერობის კანდიდატზე? იცით რა არის? მომდევნო კვირას. ხო, მაგრამ მარტო ეს მომდევნო კვირას ვიწყებთ და ვამთავრებთ 2 ოქტომბერს. აი ამაში ვარ დაწმუნებული ვარ და როგორ მოვიგეთ გდანი? დაში თქვენ გონიათ ნაკლები მოხდა უბრალოდ ასეთ ყურადღება. გონიათ ნაკლები თავები დაუჭერთ. სულ არ მგონია რომ ნაკლები არ გაულაღია. რა ხდებოდა დმანიში? არა, ყველგან იგივე უნდა ხდებოდეს. უმრავლესობაზე ძალადობს უმცირესობა ქართული ოცნების მიერ. ნიკა მელია მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარე. იქნება თუ არა ეს განაცხადი მომავალ კვირაში? მომდევნო კვირას. მაგრამ იქნება კატეგორიულად არასმეთყვი. მე მაქვს ასეთი ინფორმაცია და მეთანხმები. იქნება ის კამპანია, იქნება ის ერთობა, იქნება ის წრფელი მართლა ის წრფელი ერთობა იმ ადამიანებსთო ვისაც ძალიან გული შეტკივა ამ ქვეყანას. ერთობა ოპოზიციის? იცით რა არის? მე დაწუნებული ვარ. საკმარისი რაოდენობის ერთობა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს გაახარებს
ძალიან ბევრს გაახარებს, იქნება და იქნება უკომპრომისო ბრძოლა, მართალი ბრძოლა. და აი ამ ნურუდე მართსაჯულებას, სამართალს ხო ამ ყველაფერს საკადრის პასუხს გასცემს რომ გაზაფხულზე ქვეყანას ყავდეს ახალი პრემიერ-მინისტრი, ახალი პრემიერ-მინისტრის კაბინეტი მთავრობის, ახალი პარლამენტი და ძალიან ცოტა ხანში ახალი სასამართლო ხელისუფლება. მომეცი ახლა საშუალება 1-2 კითხვა რომ დაგისვა. ერთობა, ანუ ოპოზიციასთან მიაღწიეთ საერთო კანდიდატზე გადაწყვეტილება. გახდება ცნობილი, სწორად ამიგეთ. ახლა ვის თუ არა მაშინ მითხარით კატეგორიული არა, რომ ასეთი გეგმა არ დაიდება, რომ თქვენ იქნებით თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. მითხარით მაშინ რომ მე არ მაქვს მოქალაქეობრივი მეგობრულიც, იმიტომ რომ მე ის ხარდაჭერა რაც ვიგზენი გასული თვეების განმავლობაში განსაკუთრებით მავალდებულებს ვიყო თქვენთან გულწრფელი და ყოველთვის ვცდილობ უბრალოდ ეს ის საკითხია სადაც დეტალები საბოლოო დეტალები მაგრამ მე ხომ მაქვს უფლება ჟურნალისტი ვარ და ეხა პირველად ვამბობ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მეილია დასახელდება მერობის კანდიდატად თბილისში ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარედ ნახოთ 53% ამ ვერაგებმა მართლაც ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებით აი ესე დაკომპლექტებობა გუნდმა რომელსაც ხელისუფლება დაარქვეს საკუთარ თავს და რაღაცა ძალას რომელიც არის წარმოდგენილი ხელისუფლების სახით საკადრის პასუხი გაეცეს მე ვნახე რა მოაქვს ბრძოლა და თავდადებას ვნახე ადამიანები ისე უნდა დაარწმუნოს შენ თავდადებაში რომ იარაღით რომ მოგდებენ კი არ უნდა გაიქცე იარაღიას უნდა გაეკიდო ოღონდ შიშველი ხელებით და ეს მოხდა გდანში და როდესაც ქართული ოცნება დაინახავს ამას რომ ადამიანებს არც მოსუნეს რა ქვია მუსკულების არც შეიარაღებული ადამიანების არ ეშინია იმიტომ რომ პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი არის რუბიკონ გადალახული და დგას ან გამარჯვებისთვის ან პირდაპირ გეუბნებით თუნდაც თავისუფლების ახვეთისთვის აი ამ ქვეყნის პირობებში ცხოვრება გამიჯერეთ ბევრად უფრო ღირსეული არის ციხეში ვიდრე ხა არ ვიცი მე ბელინსკის რომელიღაცა ნომერში სადაც ნიკა ერთ კითხვას დაგისვამ მე არ გეკითხებით გამარჯვება ასე მოიპოვება როგორ მოიპოვება გამარჯვება 2003 წელსაც წინ 2012 წელს როგორ მოიპოვება გამარჯვება ესეთი სამკუთხედი პოლიტიკური ლიდერების ამ არჩევნებზე მე ვიტყვი რა ინფორმაციას ვფლობ თქვენ მერობის კანდიდატი ელენე საკრებულოს თავმჯდომარეობის და ზურა გირჩი ჯაფარიძის ასევე თემა არის აქ ნახოთ გამარჯვება თუ არა ჩემი გეუბნებით იქნება უკომპრომისო ბრძოლა რომელიც გამარჯვებით დასრულდება თელს ქვეყანაში ხო არავინ არ ელოდება ეხლა არანაირი სახის ერთობას არანაირი სახის კონსოლიდაციას იქნება ბრძოლა კარგი დაველოდებით მომავალ კვირას ვინც ამ ბრძოლაში იქნება და წინივლის მიუხედავად ყველაფრისა აი ის ადამიანები გაიმარჯვებენ ხალხთან ერთად და ხალხი გაიმარჯვებს მათთან მე არ მინდა ეხლა ვერ ვიღებ თქვენგან და მესმის არ გინდათ რომ წინასწარ დაასწროთ ერთობლივ გადაწყვეტილებას მაგრამ მარტო ის მითხარით ამ არჩევნებზე თქვენ ნაციონალური მოძრაობის სიით გახვალ ვიქნები ბრძოლის არა ეს მითხარით ამას ტყუილა არ გეკითხებით ნაციონალური მოძრაობის სიით გახვალთ თუ იქნებით მერობის კანდიდატი თუ არა პარტიული ნომრით ეს მაინტერესებს აი მომდენო კვირას დამიძახეთ მოვალთ გეტყვით ეხლავე გჯავშნი სიამოვნებით რომელ დღეს აპირებთ გაწყვეტილებას მომდენო კვირას არ გადაცილდება კარგით მართლა გეუბნებით მე ჩემი ოჯახის წევრებთან ვაპირებ საუბარს მამა ჩემთან დედა ჩემ მეუღლესთან უახლოეს ჩემთან უახლოეს მეუბნები რომ მომდენო 3 თვე მე ვიქნები მიუწოდომელი მართლა გეუბნებით ყველა პოლიტიკოსმა ყველა პოლიტიკური პარტიის გულანთებულმა აქტივისტმა არ მიყვანს ამ სიტყვის გამოყენება პატრიოტმა ჩვენ ოჯახებში უნდა გავესაუბროთ ჩვენს მშობლებს და ვუთხრათ რომ 2 ოქტომბრამდე ჩვენ არ ვიქნებით ხელმისაწვდომი, ჩვენ ვიქნებით ბრძოლის ველზე. აი ასე მოიპოვება მხოლოდ გამარჯვება. წუწუნის დრო, ნიშნის მოგების დრო და იცით რა, ციური მანანას ლოდინის დრო დასრულდა. დრო არის გამარჯვების, დრო არის წარმატების მიღწევის. ან აი ეს მოძალადეები იქნებიან და ჩვენი შვილები ამ ქვეყანაში აი ამათ პირობებში გაიზრდებიან, სადაც დომინანტები ესენი იქნებიან და ხელისუფლება ეს ხალხი იქნება, ან ქვეყანა ეზიარება ჭეშმარიტ თავისუფლებას, დემოკრატიულ ღირებულებასა და ფასეულობებს, სადაც
ადამიანი ცხოვრობს ღირსეულობა და ბედნიერება რა არის იცის ბედნიერება რა არის მეგრელების ტანდემი არის თუ არა ამაზე უნდა დაგისვა კითხვა და ერთი წუთი რაც დააპაუზე ხა ეთერში სიარული ძალიან დაუმორჩილებელი რესპონდენტი ვერც ერთი კითხვა ბოლომდე ვერ დაგისვა რამდენი ადამიანი რამდენი დედა მამა ბებია ბაბუა შესაძლებლობის ფარგლებში ხო აი შვილს ანუ ყველაფერს უკეთებს რომ განათლება მისცეს რომ უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეს რომ ცხოვრებაში გზა გაუკვალოს ხო ყველაფერს იკლებს თავად წვალოს თელი ცხოვრება რომ ცხოვრება კი ბატონო ბათვის იყოს სამური ხო და რისთვის ხახტო რისთვის წვალობთ რომ მე გამოვიდეს ბავშვი ქალი დედა მამა და ვიღაცა ანგაჟირებულმა ადამიანმა ქართული ხელისუფლების მიერ თავში წამოარტყას და თელი ცხოვრება ტრამვირებული იყოს ესეთი რაღაცა რაც აქ ხდება ხახტო ხდება ბევრს პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ახალი არაფერი არ ხდება ავტორიტარული სახელმწიფო არის ძალიან მოხერხებულა დაუარეთ გვერდი ანუ არა გამორიცხულია არ მითხარით ნაციონალური მოძრაობის როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ისე გახვალთ თუ იქნებით მერობის კანდიდატი შემთხვევით არ გეკითხებით იმიტომ რომ განიხილებოდა არა ხუთიანი არანაირი მნიშვნელობა თუ იქნებოდა ვინმეზე შეჯერება ოპოზიციაში არა მხოლოდ ეთერში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისაც გინდათ სადაც ვიყავი ხა წასული ხომ ივლინებით იქ არასადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში რომელიც იქ ცდილობს სკანდალების კერად გადაიქცა ქართველი პოლიტიკოსებისთვის ყველა პოლიტიკოსის ვალია საერთო ინტერესიდან ამოვიდეთ იმიტომ რომ აი 100%-იანი წილი არაფერში რა ჯანდაბაც უნდა იქ ჟანდაბაო სათხად გუშინო გიყურები მოხდათ გულზე საჯანდაბაში იყო ქართული ოპოზიცია როცა გვასისხლიანებდნენ ვიღაცა პარტია ნიკა მელია თავმჯდომარე არის სხვა პარტიის თავმჯდომარეა და რაც არ უნდა არაჩვეულებრივი პარტია ქონდეს აი 100%-იანი წილი არაფერში რა ჯანდაბად გვინდა რა გვინდა ხახტო პარტია რა გვინდა სტრუქტურა რა გვინდა არ ვიცი მე იქ პარტაქტივის ორგანიზაციები რა გვინდა რა თუ სახელმწიფო არ გვექნება ჩვენთან ზღვარ ვატყვილებთ ამიტომ პარტიული ზღვარი წასაშლელი არის პრაქტიკულად წასაშლელი არის ქვეყანა არის გადასახადები ხო და მაგიტო გითხეთ რომ პარტიული ზღვარი წასაშლელია კარგი მოკლედ მეგობრებო მე სანამ ეხა სხვა კითხვას დავუსვამ გეტყვით რომ არის ესეთი ინფორმაცია კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მელია იქნება თბილისის მერობის კანდიდატი საკრებულოსი ელინე ხოშტარია ასევე განიხილება არ ვიცი ოღონდ რა პოზიციაზე ზურაგირჩი ჯაფარიძე და ასევე მე მაქვს ინფორმაცია რომ შესაძლებელია მელია ხუთიანის გარეშე გავიდეს მარჩევნებზე ამბობს რომ რა მნიშვნელობა აქვს პარტიული ზღვარი უნდა წაიშალოს არა მეც ხო უნდა უზრუნველყო ინფორმაციის მიტანა ჩემ მაყურებელს აქ არც მერობის კანდიდატობა არც მერობა არც საკრებულოს თავმჯდომარეობა არც სხვა ბოლო კითხვა უნდა დაგისვა რა განვითარების შანსი არის დასაბრუნებელი ხახო განვითარება არის ხო არ ვამბობ რომ განვითარება მყისიერად უნდა უზრუნველყოთ ორდეში შანსი არის ჯერ დასაბრუნებელი გვეცრება ხელიდან და აღარ იქნება ბრძოლა მე ვიქნები პირდაპირ გეუბნებით პირველი ვინც იტყვის რომ ანუ უნდა ვთქვათ მორჩა ხახნო ან თავს უშველეთ ვისაც სად შეგიძლია იქ წადით აქ აღარ შეიძლება კარგი ცხოვრება მაგრამ ეს არ მოხდება მითხარი ამერიკა ახსენე და ეს არის ჩემი ბოლო კითხვა იცით რა სკანდალები მოყვა ამერიკაში ცალ-ცალკე ჩასვლას თქვენსას გიორგი გახარიას ბოლოს საერთოდ მაგალითად ქართულმა ოცნებამ ასეთი გეგმა კი არა და ასეთი ახსნა მოუძებნა რომ ნიკა მელიაც სააკაშვილიც გახარიაც იქ იყავით სპეციალურად ჩასული და სულ ბოლოს მამუკა მდინარაძე იყო თუ არ ვცდები თქვა ლელოც რომ გახარიასა და თქვენ შორის რა ხდება ამერიკული რაღაცა გზების გადაკვეთაზე რა ძალიან დეტყველი იყო და რაღაც აქაც ჩანს როგორ თავის როგორ არ ერიდება და ისეთ ყულს ტირაჟირებენ რა უნდა გაგიკვირდეთ არაფერი ეს ხალხი არიან მოძალადების გარშემო გაერთიანებული ხახო ყველაზე საშიში ჩემთვის რომელი ადამიანია და რომელი მოქალაქეა იცით ვისაც აჯერებს თუნდაც პროპაგანდა რომ იცით რა ხელისუფლება აქ არაფრის შუაში არ არის ვიღაცას რომ უსწორდება გახარიას იქ შეხტი ზოგადად ეცუდი ყველაზე საშიში ჩემის აზრით იმ მოძალადეზე საშიში ზივინ არის ჩემთვის აი ბატონი კუჭაო პარლამენტის თავმჯდომარე ყველაზე საშიში ჩემის აზრით ასეთი ადამიანები არიან რომლებიც ვიშვიშებენ ვაი ეს რა მოხდა არა და სინამდვილეში ისინი უარესები არიან
კი ბატონო. უარესები არიან ბევრად. რაც შეიძლება გახარეს არც კი ვფიქრო პირდაპირ გეუბნათ გულზე. არ შეხვედრე ხარ? რა ადამიანი ვიყავი ხა 4 დღის. სააკაშვილი სპეციალურად ჩამოვიდა რომ ეს ეჭვები გაეჩინა. საზოგადოებისთვის. 4 დღე უკვე მიმდინარეობდა შეხვედრები ჩემი ნონა მამულაშვილისა და თიკა ბოკუჩაოსი, როდესაც დილით ადრე მოულოდნელად იმავე სასტუმროში შემოვიდა ბატონი გახარია თანხმობ პირებთან ერთად და მეხუთე სართულზე სადაც მე ვცხოვრობდი, მაინდამაინც მეხუთე სართულზე ჩავცხოვრდა, შესახდა უბრალოდ. როგორც კი გაიგეს, ჩვენ იქ ვიყავით, მეორე დილით ადამიანი პატიოსნად ადგა და გავიდა, მოგვერიდა. წავიდა მარტაი კომიტეტი ქართულოცნებას არ ჯერა მეორე დილამდე ხო არ მოხდა საერთოდ არ ყოფილა ვაშინგტონში მაშინ საერთოდ და უბრალოდ რამდენად უღირსი საქციელია, როდესაც თავად იცი რომ ტყუილია და რაღაცა სერიოზული სახით გამოდიან, ბრიფინგებს ატარებენ და ამბობენ რომ შეხვდნენო რა საერთო მაქვს მე ან ბატონ გახარიასთან ან ბატონ გახარიას ჩემთან რა საერთო აქვს საერთოდ ისე მთავრდება ორივეს გვარი და თუ ეხა გვარის გახარია მელია ხო უნდა კი ეს არის ნიკა ხო შემპერდე როცა თუ ხო შემპერდე გეგმას როცა გავაცხადებთ მოვალთო ხო და აი აქ დავწერე ხა როცა გეგმას დავდებთ მოვდივარ რეაქციაში და მე რომ მითხარ არ ვიცი როგორც დაწმუნებული ვიყავი რომ თუ სამწუხაროდ არ აისახა საერთო შედეგზე ისე როგორც უნდა ასახულიყო ბევრი მიზეზის გამო როგორც დაწუნებული ვიყავი გდანში გამარჯვების გდანში აი ისევე ვარ დაწუნებული რომ წეს ქართული ოცნება წააგებს ვერანაირ 53% ისინი ვერ აიღებენ იმიტომ რომ ძალიან მართლები ვართ მორალური უპირატესობა არის აი იმ მოძალადეებზე საშიში მორალური უპირატესობა არის ის, რომელიც გააშეშებს ყველა მოძალადეს, რომელიც ფიზიკურად ძალადობს ყველაზე პრაქტიკულად. აღდგომა და ხვალეო, ნახოთ. საკითხი შემოინგა არის, როგორ უნდა დავაყენოთ საკითხი. ფიზიკური უსაფრთხოების საკითხია უზრუნველსაყოფი. ფიზიკური უსაფრთხოების. აქ პერსონალური ღირსებაც არაფრის შუაში აღარ არის პიროვნული პირადი ღირსება, ადამიანური ღირსება ფეხქვეშ არის გათელილი. ადრე ბევრს არ სჯეროდა კიდევ იმედი ქონდა მე ბევრმა დაიჯერა მე კიდევ უფრო ბევრმა დაიჯერა და ეხლა ყველამ დავინახეთ რა არის ქართული ოცნება და თუ კი ვინმეს აქვს იმისი ილუზია რომ ეს განსაკევებულად იქ სადღაცა ვიღაცები იკრიბებიან და ძალადობენ და ხელისუფლება არაფრის შუაში არ არის ამ ადამიანებს უბრალოდ თუ კი დარჩნენ ასეთები თუ არიან ასეთი ადამიანები ხო პირდაპირ დროც არ უნდა დავხარჯოთ და ჩვენ უნდა ვიაროთ წინ და მათი უსაფრთხოებაც უნდა ვუზრუნველყოთ რა იმიტომ რომ თავისუფლება ინგა და დავასრულებ ამით თუ შეიძლება თავისუფლება არ არის მხოლოდ ის რაც გინდა ისაკეთო კონსტიტუციის შესაბამისად კონსტიტუციის ფარგლებში ხო რაც გინდა იმას ვაკეთებ არის თავისუფალი ადამიანი ხარ და რაც გინდა იმას აკეთებ ეს არ არის მხოლოდ თავისუფლება არის ის ჩემის აზრით რომ არ აკეთო ის რაც არ გინდა და ის ადამიანები მოძალადეებს შორის ბევრი ადამიანია რომელსაც არ უნდა იმის კეთება რასაც აკეთებს მაგრამ ძალდატანებით მოსყიდვით შანტაჟით აკეთებიებენ მათვისაც უნდა მოვიტანოთ თავისუფლება პირდაპირ გეუბნებით და ჩემი როგორც პოლიტიკოსის ვალდებულება მე არ მინდა ვიყო მხარე მართლა არ მინდა მხარე ვიყო მე მინდა ვიყო ისეთი ხელისუფლების წარმომადგენელი სადაც ბევრი განსხვავებული ჯგუფის წარმომადგენელი დაინახავს რომ ეს ადამიანი არა მხოლოდ საკუთარ პარტიაზე, არა მხოლოდ ოპოზიციის მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს უზრუნავს, არამედ ჩვენზეც ოპოზიციაში ყოფ ხალხზეც. მაშინ ხო ოპოზიციაში იქნებიან. იმ კუჭავასთვის, ყობახიძესთვისაც მინდა ვიყო მაგალითი, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება. დიდი მადლობა. ეხლა მე გაგაცილებ და თან ესეთ რაღაცას ვიტყვი. აბა ნახოთ რა გამართლდება ჩემი დაანონსებული ინფორმაციიდან. შენი ელენეს ტანდემის თაობაზე და იმაზეც ხუთიანით გახვალ თუ არა. მე როგორც ხვდები ეს გეგმა ძალიან სერიოზულად განიხილება და დაველოდოთ მოკლედ მომავალ კვირას. მადლობა. იქნება ის კამპანია, რომელიც დასრულდება გამარჯვებით. სხვა შედეგს, აი პირდაპირ გეუბნებით, არც კი უშვებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლა გეუბნებით,
თუ კი სხვა შედეგი დადგა, ეს იქნება მხოლოდ ოპოზიციის ბრალი. არავის არ დააბრალოს. იმიტომ რომ მოძალადეების განეიტრალება სიმართლით, ჭკუით, ბრძოლით, სადაც საჭიროა უკომპრომისო ბრძოლით შესაძლებელია ბევრჯერ დაგვინახებია, ასევე დავანახეთ მომდენო 3 თვის განმავლობაში. ხო ხედავ შენთან ლაპარაკი ვერ გეშვები. თან გემშვიდობები და თან მოყვები ფეხთაფეხ. მოკლედ ეს იყო ნიკა მელიას რეაქცია